მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98.5-ზე, რადიო სივრცეზე, ჩვენი გადაცემის მეორე სეზონი მთლიანად ეძღვნება მე-11 მოწვევის პარლამენტს და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებს, იმ ცვლილებებს, რომელიც ყოველდღიურად დგება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით სალაპარაკოთ მოვიწვიეთ სტუმარად ბაქარ ბერეკაშვილი, 52 პარალელის ავტორი, პოლიტოლოგი, სოციოლოგიც და რომელიც ძალიან საინტერესო იქნება, ესე ვთქვათ, მისი თემა, ჩვენ დავარქვით ამ სასაუბრო თემას ლიბერალიზმის გასაჭირი, ერთგვარად როგორც დარისპანების გასაჭირი, იმდაგვარად და იქნება, ესე ვთქვათ, საინტერესო ბოლო პერიოდი ქონდა ჩვენ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მე ვნახე გამოხმაურებები და კრიტიკა მაისში გამართულ კონფერენციასთან დაკავშირებით, როცა არსებობს სოციალისტური პლატფორმა საქართველოში და მან უმასპინძლა ერთ კონფერენციას, სადაც იყვნენ სხვადასხვა მომხსენებლები, მე ვნახე კრიტიკა, რომ ეს როგორ შეიძლება. ჩვენ დღეს ჯერ კიდევ ცხოვრობთ რეალობაში, სადაც ძვინვარებს ცენზურა და სადაც აკრძალულია მათ შორის აკადემიური მიმართულებითაც კი მთელ რიგ საკითხებზე კვლევა, ლაპარაკი, ესე ვთქვათ, ხმის ამოღება და ჩვენ ვცხოვრობთ ესეთ გაუქმების კულტურაში, ხო? იმიტომ რომ არის გავლებული წითელი ხაზი, რომლის იქითაც გახედო არ შეიძლება და დატოვებულ სივრცეში, ნუ იქ რაღაც არსებობს დასაშვები, ესე ვთქვათ, მოდელი. მე როდესაც ლაპარაკია ხოლმე, რომ ევროკავშირი არ შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთ როგორც საბჭოთა კავშირი, სადაც იგივენაირად არსებობდა, ხო? სანამ გვიანდელ პერიოდში ეს რაღაცა არტახები არ მოსუსტდა, მანამდე ზუსტად იგივე პრინციპით იყო რაღაცა აკრძალული და შემდეგ ადამიანები იჩენდნენ მთელ რიგ გამჭრიახობას იმისათვის, როგორ აევლოთ გვერდი ამა თუ იმ აკრძალვისთვის და თქვათ რაღაცა როგორ მოეყოლათ, როგორ დაეწერათ, როგორ მოეთხროთ. ჩვენ არ არის სავალდებულო ხიშტით გაგიგეს ვიღაცა და არ არის სავალდებულო რაღაცა როგორც შემდეგ მხატრულ ნაწარმოებში, იმიტომ რომ მეცნიერული კვლევა როგორც თქვი უკვე აკრძალულია, ანუ შენ ვერ იტყვი მაგალითად რომ რა იყო რეპრესიების რეალური რიცხვი და ამაზე რაღაც წყაროებს ვერ მოიხმობ, არა, იმიტომ რომ ეს ვიღაცა გეტყვის რომ ეს შემცირებულ რიცხვს ლაპარაკობ. ანუ მეცნიერული კვლევა რა კი გაუქმებულია, ასე ვთქვათ, აკრძალულია მიმართულებით, ადამიანები დატოვებული არიან მხატრული წარმოდგენების ამარა და სწორედ ასე მოუთხრობენ რაღაც ისტორიას. შესაბამისად ამ ისტორიის კონსტრუირებას აქვს თავისი საფუძველი, თავისი მიზნები. ამაზე ლაპარაკიც ნიშნავს, ანუ შენ ესე იგი რა გამოდის, დასავლეთის დისკრედიტაციას ეწევი, ანუ შენ რუსეთის მხარეს ხარ, ანუ იძლევა აი ამ სენტენციების კეთების საშუალებას, წმინდა манипуляციურად და შემდეგ ეს გამოიყენება ბულინგის ინსტრუმენტად, სწორედ იმ ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, რომ შეიზღუდოს და აიგზავნოს თელ მიმართულებებზე ლაპარაკი. მაგრამ ვინაიდან დრო შეიცვალა და ეს ესე თლათ აღარ მუშაობს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დავემორჩილოთ აი ამ ცენზურას, საზოგადოებრივ ცენზურას, რომელიც კრძალავს თავარ ევროპულ ღირებულებას, რასაც ქვია აზროვნების თავისუფლება, კრიტიკის უფლება და რასაც ქვია მთლიანობაში ცივილიზაციის ეს ფუნდამენტური მიღწევა, ხო? მით უმეტეს, როდესაც ეს ხორციელდება არა აგრესიული, არამედ მშვიდობიანი სახით, სიტყვის ძალით და არგუმენტაციის ძალით. მე მინდა პირველ რიგში გამოვიხმო რაგი პარლამენტს ვახსენებ ხოლმე სულ, რომ აი ჩვენ მაინც ამ პრიზმაში უყურებთ პროცესს, როგორც მიდის ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დაწერა ესეთი მოკლე გამოხმაურება, რომ ეს ეხება გერმანიის საელჩოს. გერმანიის საელჩომ დიდი გერმანელი მეცნიერის ჰუმბოლტის სიტყვები წაუმძღვარა თავის ესე ვთქვათ რაღაც სიახლეს, რომელიც თავის გვერდზე გააშიარა, მომავალი აქვს მას, ვინც იცნობს საკუთარ წარსულს. ეს არის ჰუმბოლტის ციტატა და ეს დაწერა იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი შალვა ამბობს, რომ თქვა გერმანიის საელჩომ ეს სიტყვები და სცენა დაუთმო მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის მერვე ნომერს ირაკლი ხვადაგიანს. ირაკლი ხვადაგიანი არის ცნობილი ორგანიზაციის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წევრი დამფუძნებელიც ალბათ. საბჭოთა წარსულის კვლევა მსმენელმა უნდა იცოდეს თუ არ სმენია ესეთი ორგანიზაციის შესახებ, რომ ეს არ იკვლევს საბჭოთა წარსულს მთლიანად, როგორც ასეთი 70 წლიანი ისტორიას. ეს იკვლევს მხოლოდ ერთადერთ ასპექტს.
რომლის მიზნებზეც შემდგომში კიდევ ვილაპარაკებ, რეპრესიას, ცენზურას, ის რაც იყო უარყოფითი იმ საბჭოთა კავშირში, რომელიც ფაქტია, მაგრამ მთლიანობაში მნიშვნელოვანია რისთვისაც ეს კეთდება, იმისათვის რომ თავარ დასახულ მიზანს მიაღწიონ, რომ გაუტოლდეს საბჭოთა წარსული, ნაცისტური გერმანიის წარსულს და გამოცდილებას შორის უნდა დაისვას ტოლობის ნიშანი. მე რატომაც მოვიწვიე დღეს ბაქარის სტუმრად იყო, რომ მის ამ პლატფორმის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე მისი გამოსვლის სიტყვა სტატიად ქცეული წავიკითხე და პირველ რიგში თვალში მომხვდა დიდი გერმანელი ავტორის თომას მანის ციტატა, ხო? რომელიც ასე ამბობს, რომ ესე იგი ლაპარაკია იმაზე, რომ არ შეიძლება ტოლობის ნიშანი დაისვას საბჭოთა კომუნიზმისა და ნაციზმ-ფაშიზმის ერთ მორალურ სიბრტყეში მოქცევის კუთხით. იმ გაგებით, რომ ორივე ტოტალიტარულია. საუკეთესო შემთხვევაში ზედაპირულია ესეთი პარალელი, უარეს შემთხვევაში კი ფაშიზმი. ვინც ამგვარ გათანაბრებას დაჟინებით მოითხოვს, შეიძლება თავს დემოკრატად თვლიდეს, სინამდვილეში და გულის სიღრმეში კი ის უკვე ფაშისტია და რა თქმა უნდა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხოლოდ თვალთმაქცი და ფარისეველია, რადგან მთელი თავისი სიძულვილი კომუნიზმისკენ აქვს მიმართული. წერს, თუმცა ეს მე ვნახე ორიგინალი 47 თუ 46 წელს 1949 წელს არის ეს ნათქვამი და დაკავშირებული იყო იმასთან, რომ თომას მანი მიემგზავრებოდა ვაიმარის ქალაქ ვაიმარში, რომელიც იყო აღმოსავლეთ გერმანიაში მოხვედრილი და იყო დიდი კრიტიკა, რომ როგორ შეიძლება სადღაც წახვიდე. ეს ხა სემნელი რომ იყოს დაახლოებით არის დღეს ადამიანი წავიდეს მოსკოვში, ხო? და თომას მანი ამ მოკლედ ძალიან საინტერესოა, მას თუნდაც კიდევ ვილაპარაკოთ, მაშინ რა პოზიცია დაიჭირა თომას მანმა და თქვა, რომ როგორ არ შეიძლება მიხვდომსა, რომ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო მანამდე ომის დროს, შემდგომ რო ის თავს გითვლის გერმანელად, რო არ შეიძლება გერმანელი ერის გაყოფა, რო ის ადამიანები გერმანია არ უნდა დატოვოს გერმანელებმა და მოკლედ უკეთეს დროების მოლოდინში მათ ეს ქვეყანა უნდა აშოროთ. რომ დაუბრუნდე მე ბატონის შალვას ციტატას, ის ამბობს, რომ ძნელია წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გააზრებაზე სასაუბროთ, სააკაშვილის პროპაგანდისტის და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მიყვანა არის. და ამ ყველაფერს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ადამიანური ტრაგედიების მოსმენის ფონზე აორგანიზებს უცხოური საელჩო, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ამ დანაშაულებს არ ხედავს. მართლაც და როგორც ჰუმბოლდტი იტყოდა, შემდეგი ციტატა, ყველაზე საშიში მსოფლმხედველობა აქვთ მათ, რომელთაც სოფლიოსთვის არასოდეს შეუხედავთ. ანუ ჩვენ ხედავთ გერმანიის საელჩოს მიერ, რომელსაც რა ვიცი, ჯერ საკუთარი წარსული ეთყობა უკვე ისე გადააფასეს რაღაცა საკმარისად, რომ დღეს როლები იცვლება და დამარცხებული ქვეყანა გამარჯვებულ ქვეყანას უზიარებს თავის გამოცდილებას, არ ვიცი, როგორ დამარცხდეს ალბათ თუ როგორ მოინანიოს იმგვარადვე, როგორადაც ის დამარცხდა და აი აქ მოყავთ თავიანთი კრეატურა, რომელსაც გვასაღებენ როგორც მეცნიერად, ანუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, დღეს არის ისტორიკოსი მეცნიერი, მუშაობს ლაბორატორიაში და შემდეგ ის მოგვითხრობს უკვე, რომელიც და მას ყავს მსგავსი კოლეგები, მათ შორის ისტორიკოსი, რომელიც დღეს უკვე გვევლინებიან ამ გუშინ რომ ნაციზმი იდგა საქართველოში და დღეს რომ იმის საპარლამენტო სიაში არიან შესულები, ვიღაცებს დასწინიან ხოლმე, რომ 9 აპრილის მერე კომპარტიაში შევიდაო, 2024 წელს ნაც მოძრაობაში შეხვალ, წარმოიდგინე. აი ეს ადამიანები მოყვანილი არიან მეცნიერად და აი მთელი ირონია იმაში, რომ სწორედ გერმანიის საელჩო, სხვა საელჩო მაინც ყოფილიყო, გერმანიის საელჩო აორგანიზებს ესეთ ფორმატს და გველაპარაკება იმაზე, თუ როგორი ტოლობის ნიშანი უნდა იყოს ნაციზმსა და კომუნიზმს შორის. მე სიტყვა გამიგზელდა ბაქარ, მოდი დავიწყოთ შენი სტატიით, აი ამ თომას მანის მიგნებით და როგორ ფიქრობ, ანუ რას ხედავ აი რაც მე აღწერე აქ იმ თავარ შეუსაბამობას და მე მინდა ვილაპარაკოთ ამ ყველაფრის ინსტრუმენტალიზაციაზე, იმიტომ რომ ეს ყველა ხო არ კეთდება, ხო? ხო შეუძლებელია ჩვენ ვილაპარაკოთ ამ კუთხით, ამას ვინმე არ უყურებდეს და რახან ეს სწორედ ესე კეთდება. რა უნდა დავარქვათ ამას თუ არა პროპაგანდა, ადამიანის ტვინების გამორეცხვა და უბრალოდ ისტორიის წაშლა და გაყალბება. კი ბატონო. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ის ხა რაც შესავალი რაც შენ გააკეთე, ანუ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის რომ
ესე იგი ეს საერთოდ ეს პოსტსაბჭოთა ცხოვრება ხასიათდება აი ამ ძლავრი იდეოლოგიური პროცესებით, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური რეკონსტრუქციებით, რომლის მიზანიც არის ერთის მხრივ ისტორიის გაყალბებაც და მეორეს მხრივ სოციალური სინამდვილის გაყალბებაც, ასე ვთქვათ, ობიექტური სოციალური სინამდვილის. ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი აი ამ პროცესში, ასე ვთქვათ, აი ამ იდეოლოგიური, ახალი იდეოლოგიური ჰეგემონიისა და სოციალური სინამდვილის ასე ვთქვათ, გაყალბების პროცესში ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტად გამოიყენებენ ხოლმე ლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც ძირითადად მიმართული არის, ასე ვთქვათ, წინააღმდეგ გარკვეული, ასე ვთქვათ, სოციალური ამა თუ იმ საზოგადოებების, მოდი ასე ვთქვათ, ამა თუ იმ ერების სოციალური, კულტურული და პოლიტიკური თვითგამორკვევისკენ რა. ლიბერალის ის თანამედროვე პოსტსაბჭოთა სივრცეში ზუსტად აი ლიბერალური იმპერიალიზმი, რომელიც დასავლური ჰეგემონიის სახით შემოვიდა სწორედ აი ამ თვითგამორკვევის წინააღმდეგ და იმით რომ თავად განსაზღვროს ამა თუ იმ ერებმა და კულტურებმა საკუთარი ინტერესები. მაგრამ ეს პრობლემა ლიბერალიზმს ისტორიულად უდგას. აი ჩვენში არასწორად არის აღქმული რომ თქვათ მაგალითად თითქოს ლიბერალური იდეოლოგია არის რაღაცა თქვათ შეიძლება ჩვეულებრივ ჰუმანიზმს მიაწერენ ხოლმე იდეოლოგიას და ამბობენ რომ აი დღეს ის ვინც ლიბერალია სინამდვილეში ლიბერალი არ არის და ასე შემდეგ რომ თითქოს არსებობს რაღაც ლიბერალიზმი რომელიც განყენებულად კარგია. ესეც არასწორი და არამეცნიერული და არაისტორიული მსჯელობა, იმიტომ რომ ლიბერალიზმის ისტორიული წარმოშობა უკავშირდება მნიშვნელოვნად უკავშირდება ასევე არა ემანსიპაციას, არამედ კონკრეტული ასე ვთქვათ გაბატონებული კლასის ინტერესებს და როდესაც ის ინგლისში წარმოიშვა ასე ვთქვათ მდიდარი ასე ვთქვათ კლასის ასე ვთქვათ როგორც ერთგვარი იდეოლოგიური კატეგორია და შემდეგ იმპერიალისას დასავლური იმპერიალიზმის იდეოლოგიურ ფორმად ზუსტად გამოიყენებოდა ლიბერალიზმი. არაერთი ასე ვთქვათ ცნობილი მეცნიერი, მათ შორის დასავლეთის მეცნიერები ამტკიცებენ იმას, რომ ლიბერალური იმპერიები უფრო გამოირჩეოდნენ ხოლმე ასე ვთქვათ სისასტიკით მსოფლიო პოლიტიკაში, თუნდაც საკუთარ კოლონიებთან მიმართებაში, ვიდრე რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს დესპოტური იმპერიები. ეხლა იმპერიალიზმი ბოლო დროს იმპერიალიზმი და დასავლური იმპერიალიზმი პოპულარული ტერმინი გახდა. არა მარტო ჩვენში, არამედ ყველგან. ეხლა ეს იმპერიალიზმი რა არის, ასე ვთქვათ, რა მარტივად რო განსაზღვროთ. აი ედუარდ საიდს დიდ ამერიკელ, ასე ვთქვათ, ორიენტალისტა, ასე ვთქვათ, ლიბერალი იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის კვლევარს ძალიან კარგად მარტივად გახსნილი რა შემდგომარეობს იმპერიალიზმის არსი და იმპერიალიზმი არის ის განმარტავს შემდეგნაირად, ეს არის მართო და აკონტროლო ის ქვეყანა და ის ტერიტორია, რომელიც შენ კი არ ეკუთვნის, სხვას ეკუთვნის. აი ეს არის ის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რაც უდგას ლიბერალურ იმპერიალიზმს. ეს არის ასე ვთქვათ, სხვა ერებზე, სხვა კულტურებზე, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური ფორმაციების შექმნა. რამაც უნდა გამოიწვიოს ასე ვთქვათ ამ ერებსა და კულტურებში ასე ვთქვათ რაღაცა ისეთი განწყობები რომელიც შეიძლება მხოლოდ შეესაბამებოდეს ამ დასავლური იმპერიალიზმის კულტურულ და პოლიტიკურ აპარატს. ჩვენთან პოსტსაბჭოთა სივრცეში აქტუალურია შემდეგი რაღაცა რომ ეს არის ანტიკომუნიზმის და დეკომუნიზაციის ასე ვთქვათ პროექტის საშუალებით გამოიყენება აი ეს ლიბერალური იმპერიალისტური პროექტი. ეს არის აი ესე იგი რასაც მე ასე საუბრობ ასე ზოგადად ეს არის პრობლემა იმისი რომ ხშირად ანტიკომუნიზმი თავს გამოავლენს სწორედ აი ამ ლიბერალური იდეოლოგიური პროპაგანდის რაშიც იგულისხმება ის რომ ხშირად ხდება ასე ვთქვათ ერთგვარი დატოლება ან გაიგივება ვთქვათ რაღაცა ამა თუ იმ რაღაცა იდეებისა და იდეოლოგიების რაღაცა ტოტალიტარული იდეოლოგიების მიერ რომ ლიბერალიზმის მიერ და თითქოს ის რომ ლიბერალიზმი არ მიაწერს საკუთარ თავს ტოტალიტარულ იდეოლოგიას. სინამდვილეში ლიბერალურ იდეოლოგიას ძალიან ბევრი ნიშნები აქვს ასე ვთქვათ ტოტალიტარული იდეოლოგიის მაგალითად ფაშიზმისა და ლიბერალიზმს ერთმანეთთან მარტო კომუნიზმის წინააღმდეგ და სოციალიზმის წინააღმდეგ ისტორიული ბრძოლა კი არ აკავშირებს. ასევე აკავშირებს ის რომ ესე იგი ლიბერალურ იდეოლოგიებში არაერთი პროტოფაშისტური ელემენტები არის. მათ შორის არის ვთქვათ ეკონომიკური მილიტარიზმი, კლასობრივი ანტაგონიზმი, მაგალითად რასიზმი, რაღაცა ასე ვთქვათ სხვადასხვა ის სოციალური და პოლიტიკური აზროვნების სხვადასხვა მოდელები, რომლებიც ერთმანეთთან არის მნიშვნელოვნად დაკავშირებული. ამიტომ სინამდვილეში ლიბერალური ფაშიზმი კი არ არის თავარი საკითხი. თავარი საკითხი ეს რომ ლიბერალიზმი და ფაშიზმი ხშირად როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე არის ასე ვთქვათ ერთმანეთის პარტნიორები, იდეოლოგიური პარტნიორები დანაშაულის ჩადენაში ასე ვთქვათ რა. ისტორიულად ეს ხშირად გამოიხატებოდა მაგალითად ევროპის ისტორიას რო გადავხედოთ 1920-იან წლებში მაგალითად იტალიაში სოციალისტების წინააღმდეგ მაგალითად ლიბერალები და ასე ვთქვათ ფაშისტები გაერთიანდნენ და ასევე მე-20 საუკუნეში
სოფლიოში მაგალითად აი ცივი ომის პერიოდში ასევე არ იყო უცხო ლიბერალებისა და ფაშისტების ალიანსი, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ანუ ფაშისტებში გულისხმობ იმას, რომ მაგალითად ფაშიზმი კი დასრულდა მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ეს ფაშიზმის რეციდივები და მისი ელემენტები განაგრძობდნენ არსებობას. მათ შორის ახლა გერმანია ახსენეთ, ხო? მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნიურნბერგის პროცესი ეს არ იყო ის, რომ გერმანიამ ეს თვითონ თავად ასე რომ ვთქვათ გადაწყვიტა, რომ ამ პროცესის დენაციფიკაციის პროცესი ეს უფრო იყო, ასე რომ ვთქვათ, განპირობებული ძირითადად საბჭოთა კავშირის ინიციატივით, რომ ეს მოხდარიყო, რამაც შემდეგ რა თქმა უნდა ხარია უბამა სხვა მოკავშირეებმა, მაგრამ გერმანიაშიც არ იყო არ იდგა ეს საკითხი, რომ საზოგადოებამ ან თქვათ რაღაცა კულტურულ ელიტამ თავად გადაიაზრეს. აქ საუბარი იმაზე, რომ ეს გადააზრებინეს, იმიტომ რომ ეს წინააღმდეგ შემთხვევაში ნაცისტებს შეიძლება ისევ გაემარჯვათ. ანუ გერმანიაში რო ყოფილიყო დენაციფიკაცია, შესაძლებელია ნაცისტური პარტია ისევ მოსულიყო ხელისუფლებაში, ამიტომ ეს დენაციფიკაცია იყო საფუძველი, ასე რომ ვთქვათ, გერმანიის დემოკრატიზაციისთვის, რაც გერმანიას საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხა, ასე ვთქვათ რა, იმგვარი დემოკრატიზაცია, როგორიც შეიძლება ვთქვათ დენაციფიკაციის, ასე ვთქვათ, შინაარსში ყოფილიყო ჩაფიქრებული, ხო? ეხლა მაგალითად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სხვა შორის, რაც არის აქ და რაც უნდა ითქვას, აი ახსენე შენ წეხანის თომას მანის ციტატა, რომელსაც მე ვიყენებ ჩემ ტექსტში, ხო? აი ხა, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ ხშირად არის დღეს აი ეს, ასე რომ ვთქვათ, საუბარი იმაზე, რომ აი ლიბერალიზმისა და ლიბერალიზმის მიერ, ესე იგი ეს ფაშიზმსა და კომუნიზმზე საუბარი, რასაკვირველია, ეს სინამდვილეში, ასე ვთქვათ, კომუნიზმისა და ფაშიზმის ეს უხეირო, ასე ვთქვათ, გაიგივება ერთმანეთთან, ლიბერალიზმის მიერ ემსახურება სინამდვილეში ფაშიზმის გამართლებას, რომელსაც უკან საფუძვლად უდევს, ასე ვთქვათ, თითქოს ის, რომ აი თითქოს ეს ყალბი ბალანსი იმის შესახებ, რომ თითქოს აი ლიბერალიზმი არის როგორც ფაშიზმის, ასევე კომუნიზმის წინააღმდეგ, ისტორიული გამოცდილება ამას არ ადასტურებს, ჯერ ერთი და მეორე ეს თომას მანის სიტყვების არ იყოს, ეს უფრო ფარისეულურია, რადგანაც ლიბერალიზმს უფრო მეტად აწუხებთ კომუნიზმისა და სოციალიზმის იდეას, ვთქვათ, ხო? აი და შესაბამისად ხშირად არიან ხოლმე რომ ეს მოკავშირეობას გამოძებნიან ხოლმე ასე ვთქვათ ფაშისტებთან. მე-20 საუკუნე რო ავიღოთ ზოგადად ის რაც ხდება ახლა საქართველოში მაგალითად აი ეს როდესაც საქართველო განიცდის აი ბოლო 30 წელიწადზე მეტია ხო განიცდის დასავლური ლიბერალური იმპერიალიზმის სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ წნეხს ეს ასე რომ ვთქვათ პროცესი ან ეს ამბავი უცხო არ იყო მე-20 საუკუნეში მაგალითად იგივე საბჭოთა მარქსისტული აზროვნების სკოლისათვის, ხო? ისინი ხშირად იკვლევდნენ ზუსტად ამ საკითხს, აი დასაც ქვია დასავლური ლიბერალური იმპერიალიზმი და იმპერიალიზმის ფორმებს დასავლეთში, და ერთ-ერთი მაგალითად საბჭოთა მარქსისტები იმპერიალიზმის ერთ-ერთ ფორმას გამოყოფდნენ მაგალითად იმპერიალიზმის კოსმოპოლიტურ ბუნებას, ანუ ლიბერალური იმპერიალიზმის კოსმოპოლიტურ ბუნებას, რომელიც წინააღმდეგია ეროვნული სუვერენიტეტის იდეასთან. ამიტომ მე-20 საუკუნის ასე ვთქვათ ეს დასავლური ლიბერალური იმპერიალიზმის პარადიგმა იყო მიმართული ამ ეროვნული სუვერენიტეტის იდეის წინააღმდეგ, ის რომ აღარ არსებობს რაღაცა ერი როგორც ასეთი, როგორც რაღაცა ისტორიული სინამდვილის რაღაცა ასე ვთქვათ ნაწილი და ამან გარკვეულწილად აი ამ ასე ვთქვათ ლიბერალურმა იმპერიალიზმმა ჩამოაყალიბა იმგვარი იდეოლოგია, რომელიც უკვე დღეს კიდევ უფრო რელიეფურად წარმოაჩენს თავს, ასე ვთქვათ ეს დასავლური ლიბერალური იმპერიალიზმის სახით, ხო? ესე იგი არსებითად მნიშვნელოვანი არის კიდე განსაზღვროთ ან თქვათ ის რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ასე ვთქვათ ეს ლიბერალური ძალები დავარქვათ ამას როგორც ასე ვთქვათ ადგილობრივი ასევე გლობალური ლიბერალური ძალები კომუნიზმს დეკომუნიზაციის პროექტს სინამდვილეში იყენებენ სოციალური და იდეოლოგიური კონტროლისათვის ასე ვთქვათ როგორც ინტელექტუალური აზრის ასევე პოლიტიკური ასევე საზოგადოებრივი აზრის და ამ დეკომუნიზაცია შემდეგ თვითონ იქცა უკვე ტოტალიტარულ პროექტად ასე ვთქვათ ხო არა მარტო ჩვენთან არამედ ბევრ ასე ვთქვათ ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში მაგრამ საქმე იმაშია რომ ხა გამომდინარე იქედან რომ ჩვენ ხედავთ უკვე ლიბერალური უნივერსალიზმის კრიზისს სოფლიოში ეს კრიზისი თავისთავად უკვე იწვევს ასე ვთქვათ კონტრიდეოლოგიურ რეაქციებს ასე ვთქვათ ამ ლიბერალიზმის წინააღმდეგ გარკვეულ რეაქციებს და ამ რეაქციების ერთ-ერთი მაგალითია ის რომ კიდევ უფრო ძლიერდება თანამედროვე სოფლიოში ასე ვთქვათ საუბრები ამ ნეოკოლონიალური პოლიტიკის წინააღმდეგ ეროვნული სუვერენიტეტის ასე ვთქვათ დასაცავად იდეები და გარკვეულწილად ბრუნდება ასე რომ ვთქვათ ის შეხედულებები უпростоრად გარკვეულწილად ძალას იკრებს ის შეხედულებები რომელიც თავის ხასიათში არის ანტილიბერალური
და ეს ანტილიბერალური ამავდროულად მე მინდა კარგად განმარტო, ანტილიბერალური ამავდროულად მოიაზრებს პირველ რიგში ანტიიმპერიალისტურს, ასე ვთქვათ რა. და ეს ტენდენციები შეინიშნება ყველგან. შენ ახლა კი ახსენე რომ თქვა ეს მეცნიერული კვლევაძიება დაკრძალულია, ასე ვთქვათ, ეს რაღაც სოციალისტური წარსულის და საბჭოთა ასე ვთქვათ ის რა იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ესეა, მაგრამ აკრძალვის ვერ ვიტყოდი, უფრო მარგინალიზებულია, მაგრამ ესეც ნენელა უკვე იკრებს ძალას რა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ დომენიკო ლოსურდოს ცნობილი იტალიელი ფილოსოფოსი და ისტორიკოსის წიგნი გამოვიდა უკვე ინგლისურ ენაზე, თავის დროზე იტალიურად დაიწერა და ბევრ ენაზე ითარგმნა, მაგრამ ინგლისურად დიდი ხანი არ ითარგმნებოდა, რომელიც ეხება სტალინის ისტორიას, ასე ვთქვათ, სტალინის ასე ვთქვათ, პოლიტიკური ბიოგრაფიის ალტერნატიულ თხრობას, ასე ვთქვათ, და რომელიც ძალიან ასე ვთქვათ, ისეთი ცნობილი წიგნი გახდა და ძალიან მოთხოვნადი, ასე ვთქვათ, სადაც ლოსურდო ასაბუთებს იმას თუ როგორ შეძლო ასე ვთქვათ სტალინმა ის რომ ამხელა წინააღმდეგობის რკალის პირობებში ხო ბირთული საფრთხის შიდა ასე ვთქვათ დაპირისპირებებისა შიდა თავდასხმების ასე ვთქვათ ხო აი სხვაგვარი ასე ვთქვათ როგორც საგარეო ასევე საშინაო ასე ვთქვათ წინააღმდეგობების ფონზე როგორ შეძლო და შექმნა ვთქვათ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ინდუსტრიული სახელმწიფო სოფლიოში ანუ ლიბერალიზმის კრიზისი იწვევს უკვე ლიბერალიზმთან დაპირისპირებულ იდეათა ასე ვთქვათ დაბრუნება საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში და რასაც არის რის დაბრუნებასაც არ იწევს და იმიტომ არ იწევს ის უკვე არსებობს არის ფაშიზმი. ფაშიზმი არსად არ გამქრალა. ლიბერალიზმი და ფაშიზმი ყოველთვის ასე ვთქვათ ერთ სიფრთხეზე არიან იმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც ქვია უпроსტად იმ ინტერესებისთვის, რასაც ქვია იმპერიალიზმი და იმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც ქვია ვთქვათ ანტილიბერალური ვთქვათ იდეოლოგია და ანტილიბერალური იდეოლოგია ამ შემთხვევაში ისტორიულად და დღესაც ყველაზე რელიეფურად თავს წარმოაჩენს სოციალიზმი და კომუნიზმი. რა თქმა უნდა, არ არსებობს საბჭოთა კავშირი, როგორც ლიბერალური დასავლეთის იდეოლოგიური კონკურენტი, მაგრამ ჩნდება ასე ვთქვათ გარკვეული ძალები, იგივე ვთქვათ ჩინეთის მაგალითზე რო ვთქვათ, რომელიც რა თქმა უნდა არ წარმოადგენს საბჭოთა კავშირის მოდელს, მაგრამ ის დგას გარკვეული და თქვა კომუნისტურ პარადიგმაზე და წინათლობს წინააღმდეგობა გაუწიოს ასე ვთქვათ აი ამ ლიბერალურ ასე ვთქვათ იმპერიალისტურ ცივილიზაციას. მე ვიტყოდი ატლანტიკურ ცივილიზაციას. მე ვიტყოდი წინააღმდეგობა გაუწიოს კი არა, პრაქტიკულად დღეს რატომ არის, ანუ ჩვენ დიდი შანსია რომ ერთ დღეს აღმოჩნდეს რომ მთელი ეს პერიოდი მოინათლოს როგორც მესამე მსოფლიო ომი, იმიტომ რომ სვენელმა უნდა იცოდეს რომ მეორე მსოფლიო ომს, რომელიც მეორე მსოფლიო ომი დაერქვა, ეს ოფიციალურად მას შემდეგ, რაც ის დასრულდა, თორემ მთელი იმ ოპერაციას საბჭოთა კავშირის კუთხიდან დანახულს ერქვა დიდი სამამულო ომი, ვიღაცისთვის აღმოსავლეთის ფრონტი, დასავლეთის ფრონტი, სხვადასხვა სახელები ჰქონდა, ხო? და ამიტომ შეიძლება აღმოჩნდეს რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომში, რომელიც ერთ-ერთი განზომილება არის ყველაზე მძაფრი სავაჭრო ომი, ჯერ ამ ეტაპზე სავაჭრო ომი ჩინეთსა და ამერიკას შორის. და ის რომ რაც ამ კონტექსტში იწერება რომ თქვათ უკვე ჩინეთის ზრდის მასშტაბი რამხელა არის კრიტიკული დარგებში როგორ არის დაწინაურებული და ასე შემდეგ ცხადია რომ მას წარმოადგენს ამ საპირისპირო პოლუსად თუმცა ჩინეთს ჯერჯერობით არ აქვს ისეთი ტიპის საგარეო პოლიტიკა და რაღაცა ინტერვენციონალიზმი იდეოლოგიური როგორადაც თქვათ ეს ქონდა საბჭოთა კავშირს თუმცა ლაპარაკია იმაზე, რომ მან მოახდინა აი ამ კომუნისტური იდეების რაღაცა შერწყმა, ხო, თანამედროვე მოთხოვნებთან და ადაპტაცია და კაპიტალიზმის ელემენტების შეტანა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩინეთი ძალიან დიდი ყურადღება თელი სამეცნიერო ინდუსტრია მუშაობს მარქსიზმისა და სოციალიზმის შესწავლაზე. და ეს ხდება ზუსტად იმიტომ, რომ ჩინეთი ქმნის ასე ვთქვათ თავის პოლიტიკურ და კულტურულ პროექციას, ასე ვთქვათ, რომელმაც ერთგვარად ალტერნატივის როლი უნდა შეასრულოს. ანუ ჩინეთში რო გადახედოთ სამეცნიერო ინფრასტრუქტურა ჩინეთის ბევრი რაღაცები ძალიან გავს საბჭოთა სამეცნიერო ინფრასტრუქტურას რა და მიმართულებას და კვლევებს და ასე შემდეგ რა. მე მინდა პირველ რიგში ჩინეთისკენ რომ თლათ არ წავიდეთ, არ გავზარდოთ ეს სადისკუსიო მასშტაბი, დაუბრუნდეთ ჩვენს რეალობას და განზომილებას, იმიტომ რომ ისევ მინდა გავიმეორო, რომ ხშირად ლაპარაკია, როდესაც შენ მთელ რიგ რაღაც ფაქტორებს ლაპარაკობ, ხო, ლიბერალიზმს და ფაშიზმს სიტყვაზე სადღაც გადაკვეთის წერტილებს პოულობ, როდესაც ლაპარაკია კომუნიზმზე, სოციალიზმზე, როგორც განსხვავებულ პროექტებზე, რა არის მეთოდიკა? აქ ლაპარაკი კი არ არის, რომ ეს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ საბჭოთა კავშირზე ისევ გელაპარაკებიან ლაბორატორიებით, რომელიც არის ინსტრუმენტი ჩვეულებრივი იმისათვის, რომ შენ უნდა დაიწყო, რომ ეს არის რეალური პრობლემა. მართლა არსებობდა რეპრესიები, არსებობდა ეს აბსოლუტურად მილიტარისტული, ტოტალიტარული სახელმწიფო, სადაც ჩვენ ცხოვრობდით, სადაც მოგვიწია ცხოვრება და რომლის პირობებშიც ჩვენ
და თაობებმა ჩვენ ზოგი იქ დავიბადეთ, ზოგი ჩვენი მშობლები დაიბადნენ იქ, ზოგისთვის ბაბუა დაიბადა იქ. ამ თაობებმა მოახერხეს რა გარემო პირობებიც ჰქონდათ, როგორც ქართველებმა იმ რესპუბლიკის მშენებლობა და იმ მოწყობის ქვეშ ქართული კულტურის თუ იდენტობის დაცვა რა პირობებშიც მოუწიათ ცხოვრება. ეს იყო ის მეორე რესპუბლიკა, პირველი რესპუბლიკის შემდეგ, რომელიც იყო სოციალისტური, მაგრამ რომელიც იყო რესპუბლიკა. ეს იყო ის ჩვენი საცხოვრებელი სივრცე და ფორმატი, რაშიც მოგვიწია ცხოვრება. როგორც კი შეიცვალა ეს გეოპოლიტიკური ფაქტორები, ისევე როგორც პირველი რესპუბლიკის დროს პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა, რუსეთში რევოლუცია მოხდა და ასე შემდეგ იმას შვა ეს პირველი რესპუბლიკა, ასევე შეცვლილმა ფაქტორებმა გააჩნდა მეორე რესპუბლიკა და შემდეგ უკვე ეს მესამე რესპუბლიკა. ხო, ეს არ ყოფილა მხოლოდ საქართველოს ძალისხმევის პროდუქტი, ხო? ეს იყო კიდევ გარდა ამისა, ეს იყო გარეშე ფაქტორების ერთგვარად კუმულატიური ეფექტი, მაგრამ დღეს საჭიროა იმისთვის, რომ შენ უნდა გითხრა, ანუ ის რაც შენთვის არის ერთგვარად გრძნობიარე წერტილი, რომ შენ ქონდა საბჭოთა წარსული ტრავმული გამოცდილება, სადაც იქ ეს იყო ცხოვრება, სადაც არსებობდა ბევრი შეზღუდვა, ხო? დღეს ხდება აი ამ ტრავმის ინსტრუმენტალიზაცია და შენ გელაპარაკებიან აი ამ წარსულზე, იმიტომ რომ დღეს არსებობს კონკრეტული ამოცანა. შენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ შენ ხარ დაპირისპირებული რუსეთთან. ნუ შენი იდენტობა ამითი უნდა იყოს განსაზღვრული, რომ შენი მოწინააღმდეგე რუსეთი როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, რომელსაც გეუბნებიან უნდა ისევ საბჭოთა კავშირის დანგრევა, საერთოდ სამყარო ეგეთია, რომ ან არსებობს ანუ ცივი ომის პარადიგმის განმოტანა ხდება, რომ მხოლოდ ორი პოლუსია, ეს ისევ იგივენაირად რჩება, უბრალოდ ამ ორ პოლუსს მიეწერება ნიშნები, რომ ერთი არის კეთილი და მეორე არის ბოროტი. კეთილი არის დასავლეთი და ბოროტი არის რუსეთი როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე და შენ რა თქმა უნდა აერჩევ მხარე და ანუ მორალისტურ პრიზმაში ხდება აი ამ მოცემულობის გადატანა და ის როგორც სინამდვილეში არის სამყარო რომ არსებობს ბევრი სახელმწიფო ყოველას თავისი ინტერესი აქვს და თავისი ზომის და ძალის მიხედვით ამის რეალიზებას ეწევიან არა ესეთი არ უნდა იყოს და მთელი ეს იდეოლოგიური მანქანაზე ჩვენ ლაპარაკობ ამ შემთხვევაში ლიბერალიზმი ჩართული არის სწორედ ამ პროექტის რეალიზებაში. რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ერთი მნიშვნელოვანი რაღაც არის, მე ერთ რაღაცას მინდა კიდე ხაზი გაუსვა, რომ მე-20 საუკუნის, აი ცივი ომის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დიალექტიკას თუ ავიღოთ, ესეც ალსახად არიდგა საკითხი, რომ ვთქვათ, საბჭოთა კავშირი თავისი შეზღუდვებით და ასე შემდეგ და რომ თითქოს იყო რაღაცა დასავლეთი, სადაც ეს ყველაფერი არ იყო. სიტყვა თავისუფალი სამყარო, ესეც იდეოლოგიური ტერმინია და არა მეცნიერული ტერმინი. რომელსაც ხშირად იყენებენ ეს თავისუფალი სამყარო გაჩნდა ცივი ომის პერიოდში როგორც პოლიტიკური იდეოლოგიური ცნება და საბჭოთა და ესე იგი ამერიკის ანუ ეს იყო ეპოქა სადაც ორი უძლიერესი ძალა ერთმანეთის კონკურენციაში იყო და რა თქმა უნდა იყენებდნენ მექანიზმებს ერთმანეთის იდეოლოგიური სისტემის დასაცავად მარტო საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა ეს რომ თქვა იყო რაღაცა ეს კომუნიზმის და სოციალიზმის იდეის ასე ვთქვათ უპირატესობა და ამერიკის შეერთებულ შტატებში პირიქით ეს იყო დამყარებული კაპიტალიზმისა და ლიბერალიზმის უპირატესობაზე გააჩნია საბჭოთა კავშირის ვინ როგორ შეხედავს ახლა თუ მაგალითად ლიბერალისა და საიდან შეხედავდა ბუნებრივია ის ტერმინოლოგია ჩნდება იქ არსებობდა მაკარტიზმი აკრძალული იყო აი თუ ლიბერალის პერსპექტივიდან შეხედავ იმაზე არ მოწონს რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირი მაგრამ მეორეს მხრივ მაგალითად შევხედოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორი იყო იგივე რასობრივი პოლიტიკა და შემდეგ ერთ-ერთი ამერიკელი არტისტი იყო ესეც ცნობილი თავის დროზე პოლ რობსონი და ეგ ამბობდა რომ მაგალითად ჭადრაკის ცნობილი მოყვარული იყო თან ეგ ამბობდა რომ ჭადრაკის ასე ვთქვათ მონარქისტულ სამყაროში უფრო მეტი სამართლიანობა ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებშიო მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებშიო რადგან თეთრებს და შავებს ამერიკისგან განსხვავებით ჭადრაკში თანასწორი უფლებები გააჩნიათო მიუხედავად იმისა რომ თეთრი იწყებსო უფრო მეტად სამართლიანი ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკის შეერთებული შტატები იგივე და უამრავი ასე ვთქვათ წიგნები და უამრავი ნაშრომები იკრძალებოდა და კალიფორნიაში უამრავ ნაშრომებს წვავდნენ თავის დროზე ჯონ სტაინბეკის და ასე შემდეგ ხო ამიტომ ესეც ნახეთ ესეც რა არის იცით ესეც არ არის ცალსახად ესი არ დგა საკითხი რა მაგრამ და ის რომ პირიქით საბჭოთა კავშირი ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ადამიანისთვის მაშინ მე-20 საუკუნეში ერთგვარი სოციალური პროგრესის ისიც იყო ხო პროექტი ასე ვთქვათ მაგრამ შენ რაც ახსენე კი ბატონო ეგ არის აქ მნიშვნელოვანი რომ დღეს როგორ ხდება უკვე ამის манипуляციური ინსტრუმენტალიზაცია დაპირისპირო ასე ვთქვათ რაც კონსოლიდაცია სხვადასხვა ერებისა და საზოგადოებების რუსეთის წინააღმდეგ და ეს არის ასე ვთქვათ დასავლური ნეოკოლონიალიზმის ნაცადი ხერხი როდესაც ისინი ცდილობენ ასე ვთქვათ აი ამ ტრამვების დავარქვათ ამას ხო და რაღაც
რაღაც ასე ვთქვათ წარსულის მახინჯი ინსტრუმენტალიზაციით კონკრეტულ ასე ვთქვათ ძალას დაუპირისპირდეს რა და აქ არის საჭირო ეს ეგრეთ წოდებული სოციალურ საზოგადოებრივი სიბრძნე ასე ვთქვათ რა რომ ადამიანები და კონკრეტული საზოგადოებები თუ ამას აყვებიან დასავლური იმპერიალიზმის ამ ისტორიულ სტრატეგიასთან ტაქტიკას რომელსაც ისინი ხშირად იყენებენ ეგ რა თქმა უნდა იწევს არა მარტო კონკრეტული ამა თუ იმ ქვეყნის ასე ვთქვათ საქართველოს რო ამ ამბავში ასე ვთქვათ ჭკვიანურად არ იმოქმედოს გამოიწვევს არა მხოლოდ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ქვეყნის არამედ ის რომ ის გახდეს ნეოკოლონიური პოლიტიკის ნაწილი არამედ საზოგადოების დეზინტეგრაციასაც საერთოდ ლიბერალურ იდეოლოგიაში და შესაბამისად დასავლურ იმპერიალიზმშიც დეზინტეგრაციული ფუნქცია აქვს ასე ვთქვათ ლიბერალურ იდეოლოგიას რა მისი მიზანი არის ასე ვთქვათ ეს საზოგადოების დაყოფა და შემდეგ ეფემერული ილუზია რაღაც ილუზორული წარმოდგენა მის შესახებ თითქოს დაყოფილი საზოგადოება არის უკეთესი ხო რაღაც ეს პლურალიზმი და ასე შემდეგ ხო ეს პლურალიზმი სინამდვილეში შეიძლება რაღაცა ისეთი იდეალია ასე ვთქვათ მიმზიდველი მაგრამ პლურალიზმი მხოლოდ მაშინ აქვს შინაარსი როდესაც იდეოლოგიური ასე ვთქვათ მრავალფეროვნება ძარცებობს ხო ლიბერალურ ერთგვაროვნებაში პლურალიზმი უკვე პლურალიზმი აღარ არის ასე ვთქვათ რა და აი დასავლური ლიბერალიზმი საქართველოში ამ პროექციას აკეთებს რა რომ ლიბერალური ჰომოგენიზაცია და თითქოს რაღაცა პლურალიზმი ასე ვთქვათ რა და რომ თითქოს ამით ვთქვათ რაღაცა დემოკრატიზაცია დემოკრატიული ტრანსფორმაცია ქვეყნის და ეს ყველაზე ნათლად არეკლილი არის საერთოდ როდესაც რაღაც თეორია ითხოვება შემდეგ იმას ერთგვარი პრაქტიკული გამოყენება აპლიკაცია უნდა მიეცეს ხო ჩვენთან ეს ყველაზე მეტად გამოხატული არის იმაში რომ კარგია მრავალფეროვნება ოღონდ როდესაც შენ ამ მრავალფეროვნებზე გადადიხარ იქ ბუნებრივია უნდა არსებობდეს რაღაც საბაზისო თეორია რომ შემდეგ შენ კრიტიკული აზროვნებით სხვა რამე დაუშვა მაგრამ მე თუ სწორად გავიგე რასაც შენ გულის ხო არის ის რომ ეს არის ფრაგმენტაცია ფრაგმენტიზაციის სახელით რა რომ თავარია ეს იყოს და თავარია ეს იყოს განსხვავებულობა არის ამოსავალი წერტილი და არა ის რომ არსებობს ცალკე ამოსავალი წერტილი გარკვეული საზოგადოებრივი ქსოვილი და შემდეგ შენ უშვებ განსხვავებულობას. არა, ჩვენ ხა ამის სხვაყლად ამას ამერიკაში უკვე ძალიან კარგად ხედავთ, როგორ ეს დაპირისპირება, როგორ იღებს ძალიან ფართო მოძრაობის სახეს და კაცმა არც ის კიდე სადამდე მივა. და არ არის გამორიცხულიო შესაძლოა სამოქალაქო ომამდეც კი. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს არის ჩვენ ხედავთ ერთგვარ ფეტიშს კოალიციური მთავრობა იძახი. ანუ შენ ერთის მხრივ აღიარებ, რომ ჰომოგენიზაცია აღარ გამოვიდა, ანუ შენ ვერ ქმნი დღევანდელ ვითარებაში ალტერნატიულ პროექტს, რომელსაც ექნებოდა გამარჯვების რესურსი, იმიტომ რომ თუ კი ეს პოსტცივი ომისეული მოცემულობა, თუ კი ესეთი ჭეშმარიტ და კონკურენტუნარიანია, მაშინ რატო ვერ ხდება მის ერთიან პარტიად სტრუქტურირება და შესაბამისი ლიდერებით დაკომპლექტება? ამიტომ შეიძლება რომ იყოს ფრაგმენტირებული, მაგრამ მაინც მიდიხარ ჰომოგენიზაციისგან და ლაპარაკობ, რომ ეს უნდა იყოს კოალიციური ერთობა. ოღონდ ამას ლაპარაკობ იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციაში ყოფნის დროსაც კი მთელი ეს დაწვრილმანებული პარტიები ვერ ახერხებენ ელემენტარულ საკითხზე აჩვენოს საზოგადოებას, რომ მათ მოახერხეს შეთანხმება. თუნდაც ყველაზე უბრალოზე და ელემენტარულზე, ხო? ეს არის პირველ რიგში მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენთან გამოიხატება. ამავე დროს ისე რომ დაუბრუნო იმას, რომ სწორედ გარე ბიძგი არის ხოლმე, ხო, რაღაც ერთგვარი ახლის დაბადების საგანი, არაფერი ახალი არ არის ტერმინში ეროვნული ინტერესი. პირიქით, ამერიკაში ეს დიდი ხანია ცნება არსებობს და რიშელიეს დროიდან არსებობს და საერთოდ იქ ჟურნალები ყველა გამოდის ამ შინაარსით, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს პარადიგმა დააბრუნა იმან, რომ რაღაც მომენტში საქართველოს აღმოჩნდა დიდ მსოფლიო მორევში ჩათრეული, სადაც მან დაინახა, რომ ის იდგა რეალურ გასაყარზე რა. ძველი პრინციპები ცხოვრება, სადაც პოლიტიკური კონკურენცია მთელი დეკადის განმავლობაში ქვეყანაში 2012 წლის ცვლილების შემდეგაც კი მიმდინარეობდა მხოლოდ იმ ჭრილში, რომ ევროპის პოლიტიკური პროექტის მიმიკრიას ყველაზე მეტად უფრო ვინ მოახერხებთ. ანუ პაპზე მეტად კათოლიკე ვინ იქნებოდა და ამ როლში მიდიოდა ერთგვარად კონკურენცია და ამის ერთმანეთისთვის შიდა პოლიტიკურ ძალებს შორის ამის მტკიცება. უცებ აღმოჩნდა, რომ ეს პროექტიც კი, რომელიც ჩვენ მასშტაბს ძალიანად ყოფნი და მთლიანობაში არის კიდევ რაღაც უფრო დიდი გეოპოლიტიკური პროექტის მხოლოდ ერთი ნაწილი, მხოლოდ ერთი სვლა, ხო, იმ რაღაც საჭადრაკო დაფაზე, მხოლოდ რაღაც ერთი ეპიზოდი და უცებ ქვეყანამ თქვა, რომ არა, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამისაც, იმიტომ რომ აქ გასაგებია, რომ სადამდე ჩვენ შეიძლება მივიდეთ, იმიტომ რომ არსებობს უახლესი, არა მარტო ტრაუმული, არამედ რეალურად ტრაგიკული გამოცდილება და გარდა ამისა არსებობს კიდევ სერიოზული ისტორიული რაღაც ღრმაცოდნაც, ხო? და ჩვენი რაღაც გენეტიკური მეხსიერება. და
აი ამან დაბადა ის რომ საქართველოს პრაქტიკულად გადატვირთა თავისი პოლიტიკა რომელიც ეხლა განიცდის ერთგვარ სტრუქტურიზებას და მე ვიტყოდი პირველ რიგში გაფორმებას რომელსაც უნდა დაეშენოს უკვე სამომავლო პოლიტიკა რასაც ქვია სუვერენული პოლიტიკა იმ გაგებით რომ ქვეყანამ თქვა რომ ჩვენ არ ვართ არ თამაშობთ კარგ და ცუდ პოლიციელობანას და აი ამათ შორის არ ურჩევთ მხარს. არა, ლაპარაკი რომ ჩვენ ცხოვრობთ სხვა სამყაროში, სადაც ყველას აქვს თავისი ინტერესი, ეს არის ერთგვარი ესეთი მულტისტრუქტურალური თამაში, სადაც ყველას თავისი ინტერესი აქვს და შესაბამისად ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და არსებობს საქართველოს ეროვნული ინტერესები და მან გარკვეულწილად მე ვიტყოდი ახლა უფრო მიდის ამის ჩამოყალიბების პროცესი, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები პირველ რიგში საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე და ყველაფერი დანარჩენი არ მოქმედებს ყველა თავისი ინტერესებით. არავინ შენ საბოლოო ჯამში არ გადაყვება და უცებ შეიძლება აღმოჩნდეს რომ პაიკივით ხარ გამოყენებული. ანუ პაიკის როლზე უფრო სწორედ ვიტყოდი რომ შეიძლება ზომით ჩვენ პაიკს შევეფერებოდეთ, მაგრამ პაიკის ფუნქციაზე, პაიკის როლზე, დამარცხებული და გაწირული პაიკის როლზე საქართველოს თქვა უარი, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ გაწირულ პაიკებს, ანუ პაიკი უნდა შეწირო, ხო? დაახლოებით რამდენია 16 პაიკიდან, იქიდან 12 მაინც მინიმუმ ჭადრაკის თამაშის დროს იღუპება. ჩვენ არ მოგვინდა ამ თამაში ყოფნა და ამიტომაც საქართველოს აყალიბებს ახლა რაღაც გადის ამ ფაზას, როცა უნდა შედგეს ახალი პოლიტიკა და ეს არის ერთგვარი ჰომოგენიზაციის ფაზა, რომლის შიგნითაც უნდა იყოს აი ამ ფარგლებში, არა ლიბერალური კონცეფტის ფარგლებში, არამედ ქვეყნის ეროვნული ინტერესების კონცეფტის ფარგლებში უკვე დაშვებული ის ოპონირება, რაც იქნება. შენ როგორ ხედავ ამ პერსპექტივას? რამდენად ფიქრობ, რომ შესაძლოა ჩვენ განთავისუფლდეთ აი ამ რაღაც აზობრივი ტყვეობებისგან, საბჭოთა წარსულის სახელით ალესილი რაღაც ინსტრუმენტებისგან, რომელთა ჩვენ გვაიძულებენ, რომ ვიყოთ რაღაცა პროექტის ნაწილი და ობიექტურად კი არ გადავაფასოთ, როგორ გაიარა თქვა საქართველოს მე-20 საუკუნე თავისი ყველაფრით და მით უმეტეს ეს ეპიზოდი 70 წლიანი ჩვენს რამდენიმე 1000 წლიან ისტორიაში დავინახოთ და სად მოვედით და რა მე-19 საუკუნეში რას ვითხოვდით მე-20-ის დასაწყისში 90-იანებში აგერ რას ვითხოვდით და რა მივიღეთ. იქიდან რაღაცები ხო მოხდა ელემენტარულად. არავინ ამაზე არ ლაპარაკობს. ჩვენ ისევ ცდილობენ რომ ვიყოთ რაღაცა მეომრად შემართულები და პრაქტიკულად ეს იყოს ერთი დიდი პერმანენტული რევოლუცია, ანუ პერმანენტული ეროვნული მოძრაობა. მე ვიტყოდი როგორც დაიწყო, სხვაშორის შენ თუ აკვირდები პოლიტიკოსები როცა მიტინგს აწყობენ, ეს პათოსი მას შემდეგ არ განელებულა. ანუ ეს პათოსი, ეს მორალური გამართლება კვლავ ითვლება გაყიდვადად, რომ შენ უნდა გამოდხვიდე მიტინგზე და უნდა იყვირო. ანუ ეს არ დამთავრებულა აღგაგებთ, ეს არის პერმანენტული ეროვნული მოძრაობა და ამას მხოლოდ ერთ-ერთი დანიშნულება გააჩნია, შენ სახელმწიფო კი არ უნდა აშენო, შენი სახელმწიფოებრიობა უნდა იყოს გამოყენებული ვიღაცის დიდ პროექტში ელემენტარულად, ხო? იმის დაცვად რომ შენ დაფიქრდე, შენ რას აკეთებს და ნელ-ნელა გახდე უფრო მეტად რაციონალური. მთელი ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ეს პერმანენტული ეროვნული მოძრაობა მოქმედებს ამ ეტაპზე ევროპის სახელით და შინაარსობრივად არის მთლიანად ევროპულობის საწინააღმდეგო, რაც ნიშნავს სტრუქტურებს, რაც ნიშნავს სისტემურობას, რაც ნიშნავს რაციონალიზმს და რაც ნიშნავს აქედან გამომდინარე შესაბამის მოქმედებას. გვაქვს თუ არა ჩვენ შანსი, რომ აი ეს გადატვირთვა შემოტრიალება მოხდეს 2025 წელს. მე ჩემი აზრით საშემოდგომო არჩევნები იქნება ამის ერთგვარი გაფორმება. აი ამ ახალი რეალობის და შემდეგ ჩვენ დავიწყოთ უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის მართლა შენება. კი, ანუ ის არსებული სოციალური, გეოპოლიტიკური და კულტურული ცვლილებები, რომელიც სამყაროში აღმოცენდება და ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებს შეიძლება აღიქმება როგორც კრიზისებისა და გაურკვევლობის სამყარო. ეს კრიზისებისა და გაურკვევლობის სამყარო, რა თქმა უნდა, ცივი ომის შემდგომი პერიოდის შედეგია იმ ასე ვთქვათ ერთპოლუსიანი სამყაროს, რომელიც თავის დროზე იყო ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობით და ეს ფუკუიამას ფანატიზმი და შემდეგ ეს სამყარო, ასე ვთქვათ, ეს იდეოლოგიური სამყარო შევიდა უკვე დიდი ხანია კრიზისში და იქმნება, ასე ვთქვათ, პერსპექტივები და უკვე რეალურად არსებობს პერსპექტივები მრავალპოლუსიანი სამყაროსთვის და ამ მრავალპოლუსიანი სამყაროს პირობებში საქართველოს რასაკვირველია ეძლევა შანსი, ასე ვთქვათ, ჩამოაყალიბო, გამოარკვიოს თავად საკუთარი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ამოცანები და შექმნას თავისი პოლიტიკა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რა თქმა უნდა პატარა ქვეყანაა და რა თქმა უნდა მას ჭირდება, ასე ვთქვათ, ერთგვარი პოლიტიკური სიბრძნე, დიპლომატიური სიბრძნის გამოჩენა, ასე ვთქვათ და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, რაღაცა თანამედროვე
ასე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ, ახალი პოლიტიკური აზროვნების კატეგორიები შექმნა. იმიტომ რომ მან ასე ვთქვათ, ერთგვარად აი ამ მრავალპოლუსიან სამყაროში ერთგვარად თავიდან აიცილოს ხიფათი და მეორეს მხრივ ასე ვთქვათ, დასახოს პერსპექტივები საკუთარი განვითარებისთვის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესე იგი ამ კრიზისის ასე ვთქვათ, ახლა ნახეთ ერთ მომენტია კიდე რომ ლიბერალური იდეოლოგია თან კრიზისს განიცდის და თან ჰეგემონურიც არის ასე ვთქვათ რა. ეს მომენტი უდგას დღეს ასე ვთქვათ კაცობრიობას, მაგრამ ნუ იყო დრო, როდესაც ეს კრიზისი ასე ვთქვათ ასეთი ასე ვთქვათ მძლავრი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის შესახებ მეცნიერებაში დიდი ხანია ლაპარაკობენ, დღეს კიდევ უფრო რელიეფური გახდა ასე ვთქვათ, უკვე რაღაც პერიოდია, რამდენიმე წელია უკვე ლიბერალიზმი, ხო? და აი ამ მოცემულობაში რა თქმა უნდა ისარგებლოს საქართველოს და საჭირო რომ პოლიტიკურმა კლასმა შექმნას ასე ვთქვათ ეს პრაგმატული მენტალიტეტი ასე ვთქვათ და პირველ რიგში გათავისუფლდეს პოლიტიკური კლასი ასე ვთქვათ მანამდე არსებული ამ პოსტსაბჭოთა ლიბერალური იდეოლოგიური წარმოდგენებისაგან, რომელიც რა თქმა უნდა არ იყო ადგილობრივად წარმოებული წარმოდგენები, არამედ იყო ზუსტად ატლანტიკური იმპერიალიზმის ასე ვთქვათ შედეგად შემოტანილი. ამიტომ პოლიტიკური და სოციალური ბრძოლის ნაწილია უკვე ასე ვთქვათ ეს ყველაფერი თუ როგორ ისარგებლებს საქართველოს აი ამ მოცემულობით რომლის წინაშე ვდგავართ და გარკვეული მორალური არჩევანის გაკეთებაც აი ნახეთ აი ლიბერალიზმის ასე ვთქვათ წინააღმდეგ მოქმედებაც პოლიტიკური და ინტელექტუალური მოქმედება ლიბერალიზმის წინააღმდეგ გარკვეული მორალური არჩევანის გაკეთებაც არის ამავდროულად. კი ბატონო, გასაგებია. ჩვენი დრო თანათანობით პრაქტიკულად იწურება, ძალიან საინტერესო იყო აი ამ რაღაც თემაზე ლაპარაკი შექმნილ კონტექსტში, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული არის რა ეს პოლიტიკური ფაზა, სარაში დღეს ქვეყანა იმყოფება და გადის და მით უმეტეს იმ ძალიან სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც ეს იდეოლოგიური კონსტრუქციებიც იმსხვრევა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ამას აქვს შესაბამისი გეოპოლიტიკური ძვრების გამოვლინებაც, ხო? და სადღაც უცებ არავინ არ იცის და ჩვენ აი ამ კონფერენციას, რომელიც მერიის ორგანიზებით ჩატარდა ეს ეკონომიკური ფორუმი, მასაც დავესწარით და იქაც ითქვა, რომ არავინ არ იცის ეს როგორი იქნება, ეს იქნება ორპოლუსიანი, ეს იქნება მრავალპოლუსიანი, ეს იქნება საერთოდ უპოლუსო სამყარო, იმიტომ რომ ბევრი ფაქტორის ურთიერთქმედებით იცვლება სხვა რა. მე საერთოდ ვარ იმ თეორიის მიმდევარი, რომ ხშირად როცა ჩვენ თქვათ ისტორიას ვაანალიზებთ, ეს უბრალოდ ესეთი ქრონოლოგიური მიზეშედეგობრივით არ უნდა წარმოვიდგინოთ, ძალიან დიდი როლი მიუძღვის მაგალითად ტექნოლოგიებს აი ამ ცვლილებაში, ხო? და დღევანდელი ტექნოლოგიები პრაქტიკულად რომელიც ერთგვარად წვერვალი არის ბოლო 40 წლის განმავლობაში, როცა კომპიუტერული მეცნიერება გახდა, მე ეს კომპიუტერები დაიხვეწა, გადავედით უკვე სხვა ინტეგრირდა GPS სისტემები, კომპიუტერები და რაღაც ხელსაწყოები და ამან შუა უბრალოდ დრონები, რომელსაც შეცვალა ძალიან სერიოზული საომარი საშუალებებიც კი. უნდა გვახსოვდეს, რომ რაღაცა როგორ წარმოიშვა მაგალითად მე-16 საუკუნეებში ეგრეთ წოდებული დენთის იმპერიები და საერთოდ დენთის გამოყენება საბოლოო ჯამში გადამწყვეტი როლი ითამაშა იგივე კონსტანტინოპოლის დაცემაში, რაც იყო უდიდესი რაღაცა ცივილიზაციური ცვლილება, ხო? მორჩა ეს შუა საუკუნეები, დაიწყო უკვე სხვა პერიოდი და იგივენაირად არ არის ჩვენ რაღაც მსგავს პერიოდში ვიმყოფებით. უამრავი ეს ხელოვნური ინტელექტი იქნება თუ სხვა რამ, ისი გამოყენებით შევდივართ ალბათ სრულიად სხვა ახალი პრაქტიკულად მესამე ათასწლეულში რა შეიძლება ესე ითქვას, უკვე მთელი თავისი რაღაც ისავსით. დიდი მადლობა ბაქარ კიდევ ერთხელ სტუმრობისათვის. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია, ეთერში დავბრუნდებით ხუთშაბათს.